ბალტიის ქვეყნები ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ისტორიულად ერთსა და იმავე პერიოდში საბჭოთა ჯანდაცვის მოდელიდან, ეგრეთ წოდებული სემაშკოს სისტემიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გადავიდნენ ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის ან საგადასახადო დაფინანსების შერეულ მოდელებზე. მიუხედავად საერთო ისტორიული საფუძვლებისა, სამივე ქვეყანამ განსხვავებული ინსტიტუციური და ფინანსური გზით განავითარა საკუთარი ჯანდაცვის სისტემა. მათი შედარებითი ანალიზი საინტერესოა როგორც პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის, ისე მცირე ეკონომიკის მქონე ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების თვალსაზრისით. ესტონეთი და ლიეტუვა ეფუძნება ჯანმრთელობის სავალდებულო სოციალური დაზღვევის მოდელს, ხოლო ლატვია უფრო მეტად საერთო საგადასახადო დაფინანსებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად დაზღვევის ელემენტების არსებობისა. ესტონეთში სისტემა ცენტრალიზებულია და ფინანსურ მართვას ახორციელებს ესტონეთის ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდი, რომელიც მოქმედებს როგორც ერთიანი გადამხდელი. ლიეტუვაში ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს ჯანმრთელობის ეროვნული დაზღვევის ფონდი, ხოლო ლატვიაში ადმინისტრაციულ როლს ასრულებს ლატვიის ეროვნული ჯანდაცვის სერვისი. ჯანდაცვაზე დანახარჯები მთლიან შიდა პროდუქტიდან განსხვავებულია. ესტონეთში 7-8%-ია, ლიეტუვაში 7%, ლატვიაში 6-7%. საჯარო საზოგადოებრივი დაფინანსების წილი ყველაზე მაღალია ესტონეთში, დაახლოებით 75-80%. შემდეგ მოდის ლიეტუვა, ხოლო ლატვიაში საჯარო წილი შედარებით დაბალია, 65-70%, რის გამოც ჯიბიდან გადახდები ლატვიაში შედარებით მაღალია. შედარებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ესტონეთის მოდელი უფრო ფინანსურად სტაბილური, ლიეტუვას შედარებით დაბალანსებული, ხოლო ლატვიის უფრო მოწყვლადია. სამივე ქვეყანაში ოჯახის ექიმი წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის საფუძველს და კოორდინატორს, თუმცა პრაქტიკული ეფექტიანობა მაინც განსხვავდება. მაგალითად, ესტონეთი გამოირჩევა ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემითა და მაღალი ციფრული ინტეგრაციით. ელექტრონული რეცეპტი და ეროვნული ელექტრონული ჯანმრთელობის ჩანაწერი სრულად ფუნქციონირებს, რაც ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და ზრდის გამჭვირვალობას. ლიეტუვაში პირველადი ჯანდაცვა გაძლიერების პროცესშია, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი კვლავ მნიშვნელოვან წილს იკავებს. ლატვიაში კი ჰოსპიტალურ სექტორზე დამოკიდებულება შედარებით მაღალია, ხოლო რეგიონული უთანასწორობა უფრო მკვეთრად არის გამოხატული. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჰოსპიტალური სისტემა ეფუძნება იერარქიულ რეფერალურ მოდელს, ადგილობრივი, რეგიონული, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. მესამე დონის სამედიცინო მომსახურება კონცენტრირებულია რამდენიმე ძლიერ საუნივერსიტეტო ცენტრში, რომლებიც ასევე წარმოადგენენ სამედიცინო განათლების, რეზიდენტურისა და კვლევის ძირითად ბაზებს. ესტონეთში ჰოსპიტლები კლასიფიცირებულია 7 ტიპად, მომსახურებების სირთულისა და ფუნქციის მიხედვით და სულ 54 ჰოსპიტალია. ლიეტუვაში ჰოსპიტალური სისტემა სამსაფეხურიანია: საუნივერსიტეტო ჰოსპიტლები, რეგიონული და მუნიციპალური ჰოსპიტლები და სულ დაახლოებით 60-70 ჰოსპიტალია. ლატვიაში მოქმედებს 5-დონიანი ჰოსპიტალური სისტემა, საუნივერსიტეტო ეროვნული ჰოსპიტლები, რეგიონული ჰოსპიტლები, დიდი ადგილობრივი ჰოსპიტლები, მცირე ადგილობრივი ჰოსპიტლები, ხანგრძლივი მოვლის ჰოსპიტლები და სულ დაახლოებით 60 ჰოსპიტალია. ესტონეთი ციფრული ჯანდაცვის ლიდერია რეგიონში. ლიეტუვა ინტეგრაციის პროცესშია, ხოლო ლატვია შედარებით ნელი ტემპით ახორციელებს ციფრულ ტრანსფორმაციას. რაც შეეხება ბალტიის ქვეყნების ჯანმრთელობის ძირითადი ინდიკატორები, ასე გამოიყურება: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განსხვავდება. ესტონეთში ეს 78-79 წელია, ლიეტუვაში 76-77, ლატვიაში 75-76 წელი. ესტონეთი ლიდერობს რეგიონში როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობით, ასევე ჯანმრთელობის ზოგადი მაჩვენებლებით. ლიეტუვა და ლატვია კვლავ ჩამორჩებიან ევროკავშირის საშუალო დონეს, განსაკუთრებით მამაკაცთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლების გამო. ექიმების რაოდენობა 1000 მოსახლეზე ლიეტუვაში 4.5 ყველაზე მაღალი გახლავთ. ესტონეთში
3.5 ლატვიაში 3.2, 3.5. ექთნების რაოდენობა ესტონეთში 6.7, ლიეტუვაში 7.8, ლატვიაში 6. მიუხედავად ექიმების შედარებით მაღალი რაოდენობისა, ლიეტუვაში ექთნების დეფიციტი სამივე ქვეყანაში პრობლემად რჩება. კადრების ემიგრაცია განსაკუთრებით მწვავეა ლიეტუვასა და ლატვიაში. სამივე ქვეყანაში სამედიცინო განათლება ხორციელდება წამყვან ეროვნულ უნივერსიტეტებში და შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ესტონეთში ცენტრალური როლი აქვს ტარტუს უნივერსიტეტს. ლიეტუვაში წამყვანი ინსტიტუტებია ვილნიუსის უნივერსიტეტი და ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერების უნივერსიტეტი კაუნასში. ლატვიაში კი რიგის სტრადინშის უნივერსიტეტი. ექიმის მომზადება სამივე ქვეყანაში მოიცავს 6 წლიან პროგრამას, რასაც მოსდევს 3 6-წლიანი რეზიდენტურა. ექთნების განათლება 3 4 წლიან პროგრამას მოიცავს და არსებობს სპეციალიზაციის შესაძლებლობები. ესტონეთი გამოირჩევა პროფესიული განვითარების მკაცრი რეგულაციითა და ციფრული მართვის ინტეგრაციით. ლიეტუვასა და ლატვიაში პროფესიული განათლება ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებულია, თუმცა კადრების შენარჩუნება სერიოზულ გამოწვევად რჩება. სამივე ქვეყანა აწყდება ერთმანეთის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავს გამოწვევებს. მოსახლეობის დაბერება, არაგადამდები დაავადებების მაღალი ტვირთი, კვალიფიციური კადრების ემიგრაცია, ფინანსური რესურსების შეზღუდულობა. თუმცა მათი მდგრადობის დონე განსხვავებულია. ესტონეთი შედარებით უკეთ მართავს რესურსებს ციფრული მმართველობისა და ცენტრალიზებული ფინანსური სისტემის წყალობით, ლიეტუვა ცდილობს ფინანსური დაცვის გაძლიერებას და პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, ლატვია კი ყველაზე მეტად საჭიროებს საჯარო ინვესტიციების ზრდასა და ადამიანური რესურსების პოლიტიკის გაძლიერებას.